ილონ მასკმა საბოლოოდ იძია შური რუსეთზე. მას შეურაცხყოფა მიაყენეს. ხედავთ 2002 წელს, როდესაც მან ახლახან გაყიდა PayPal-ი, მას კი მოსკოვში გაფრინდა ერთი მიზნით. მას სურდა შეეძინა ძველი საბჭოთა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, გაერემონტებინა და გადაექცია კოსმოსში გასაშვებ რაკეტად. მაგრამ რუსებმა მას ისე დასცინოდნენ, რომ ოთახიდან გასვლა მოუხდა. რუს ინჟინრებს ის იმდენად სცულდათ, რომ პირდაპირ დააფურთხეს და უთხრეს, რომ რაკეტები ომის იარაღია და არა მილიარდერების სათამაშოები. შემდეგ მოლაპარაკებების დროს მასთან თამაშები დაიწყეს. თავიდან თითო რაკეტაში $8 მილიონ ითხოვდნენ. მასკმა კი შესთავაზა 8 მილიონი ორი რაკეტისთვის. ამიტომ მათ კიდევ ერთხელ გაზარდეს ფასი და თითო რაკეტაში $18 მილიონი მოითხოვეს. როცა მასკმა წინააღმდეგობა გაუწია, კიდევ ერთხელ გაზარდეს და $21 მილიონამდე აიყვანეს თითო რაკეტისთვის. მესიჯი ნათელი იყო. რუსებს არ სჯეროდათ, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭ მართლაც შეეძლო კოსმოსში გასვლა, მაგრამ როგორ ცდებოდნენ. ეხლა კი რუსეთი ამ შეცდომისთვის მძიმე ფასს იხდის. დღეს SpaceX ერთადერთი კომპანია დედამიწაზე, რომელსაც ორბიტაზე 10,000-ზე მეტი თანამგზავრი ყავს. და ეს თანამგზავრები მაღალი სიჩქარის ინტერნეტს გადასცემენ პლანეტის ნებისმიერ წერტილში. ეს ინტერნეტი ეხლა მთელი რუსეთ-უკრაინის ომის სასიცოცხლო ხაზად იქცა. როგორც იცით, ეს ომი ძირითადად დრონების ომია. და Starlink-ი ისაა, რაც გაძლევს საშუალებას ეს დრონები ნებისმიერ ადგილას ააფრინოთ და აკონტროლოთ. მტრის ხაზებს მიღმაც კი. ორივე მხარე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Starlink-ზე იყო დამოკიდებული, მაგრამ მხოლოდ ერთ მხარეს აქვს მისი კონტროლი. ხედავთ, ამ წლის დასაწყისში ელონ მასკი უკრაინის მთავრობასთან ერთად მუშაობდა, რათა რუსული სამხედრო ძალები Starlink-იდან მოეწყვიტათ. და სწორედ მაშინ ყველაფერი ძალიან ცუდად წარიმართა პუტინისთვის. რუსულმა ძალებმა ფრონტის ხაზზე პოზიციების დაკარგვა დაიწყეს, რადგან ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება აღარ ჰქონდათ. ვერ აკონტროლებდნენ დრონებს, ვერ აგზავნიდნენ შეტყობინებებს და ვერ მოქმედებდნენ ისე, როგორც ადრე მოქმედებდნენ. და ეს ნიშნავს, რომ პუტინის არმია რეალურად ომს აგებს. რადგან რუსმა ინჟინრებმა ერთ ადამიანს დააფურთხეს, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს.